ეხლა შენიშვნა მე-6. ანუ აი ეს სლიპერებს აქვთ ხოლმე რეგრესოლოგებს, ეხლა თავიანთ რუსულ გადაცემებში აქვთ ესეთი რაღაცა ის, რა ქვია, გამონათქვამი, რომ დაუშვათ მე ვლაპარაკობ იმასაო, რაც ასე ვთქვათ, ანუ მე გამოვთქვავ აზრებსო, ჩემთან მოდის ისეთი პატოკებიო, რაც ასე ვთქვათ, შენ ანუ ჩემს მსმენელებსო, რაც ჩემს მსმენელებსო, ანუ შენო ასე თუ ისე გეხებაო, თუ რა ვიცი ერთი რაღაცა ესეც ლაპარაკობენ, რომ მე ვარო შენ აზრებს გამოვთქვავო. ანუ ეს რას ნიშნავს? ესე ამბობენ რეგრესოლოგები, რომ მე ვარ, ვიკვლევო რა შენ აზრებსო. ეხლა რეგრესოლოგები სულ მაგალითად ესეთი მიდგომა აქვთ, რომ რეგრესოლოგების მსმენელი ვინ არის? შეიძლება 1000 ადამიანი უსმენდეს სხვადასხვა საიტებს, სხვადასხვა რაღაცებს, ხო? რაც აინტერესებს ადამიანს იმ კანალზე დარჩება, რაც არ აინტერესებს გადაერთვება სხვა კანალზე გადავა, ხო? და რეგრესოლოგებს აქვთ ესეთი გამონათქვამი, რომ მე ვარ ასე ვთქვათ, არ ტრანსლატორიო, გენერატორია, ტრანსლატორიო, იმისეაო რა, შენი აზრების ტრანსლატორი ვარო. ეხლა ეს რას ანიშნავს? ჯერ ერთი ყველასად პირველი რაც უნდა აღვნიშნო. ყველას აზრები არის ინდივიდუალური, მე ჩემი აზრები მაქვს, სხვას თავისი აზრები მაქვს, სხვას თავისი აზრები აქვს, მაგრამ რაღაცა საკითხებში, ანუ ჩვენი ისენი გვაქვს, რა ქვია, ნიჭები გვაქვს, ჩვენი ტალანტები გვაქვს, ჩვენი რაზვიტიები გვაქვს, ხო, რაღაცა საკითხებში სულები, ასე ვთქვათ, ვეთანხმებით ერთმანეთის აზრებს, ხო? ადამიანები ვეთანხმებით ერთმანეთის აზრებს. ის რუსია, ქართველია თუ ის, რა ქვია, რეპტილია თუ მე ისავა, რა ქვია, დაუშვათ გრიედიენცი ვარ თუ ის ლებედა თუ სხვა მაგალითად სხვადასხვა სული, პლაზმენი სულია თუ რაღაცა საკითხებში ის ხდება ტრანსლაცია, რომ ხო ეს საკითხი ესეთია. აი მაგალითად ეხლა მათემატიკოსები, ხო, მათემატიკის გახლით, ეხლა ფიზიკოსი შეიძლება იყოს სხვადასხვა სულისა და სხვადასხვა ქვეყნის გენეტიკის მატარებელი, ხო? მაგრამ ფიზიკოსები, ექიმები, ხო, რაღაცა საკითხში, მაგალითად, რაღაცა ტალანტში, რაღაცა ნიჭებში, კი, ეხლა ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ ხო, ესე არის, აი მეცნიერულად რომ ახსნათ, ფსიქომატრიცულად რომ ახსნათ, ანუ ადამიანი გენერატორია, რისი გენერატორია? ნიჭების, შემოქმედების, უნარების გენერატორია, ხო? ზოგი კაი მათემატიკოსია, ზოგი კაი ხირურგია, ზოგი კაი ექიმია, ზოგი კაი რეგრესოლოგია, ზოგი კაი ტელეპათია, ზოგი პირდაპირ მატრიცას ხედავს, ზოგი პირდაპირ ვიშიეს ვეტრიესილებს ახედავს, ზოგი პირდაპირ კოსმოსილებს ახედავს, ხო? იმიტომ რომ, მაგრამ ეს სხვადასხვა იერარქიებზე მდგომი ადამიანები თავიანთი იერარქიული დასპეხებით, იერარქიული დასტიჟენიებით, რასაც ქვია, მიღწევებით რაღაცა საკითხებში ეთანხმებიან ერთმანეთს. ხო, სხვადასხვა აზრები აქვს, სხვადასხვა დასპეხები აქვს, სხვადასხვა გენები აქვს, ინდივიდუალური გენები, ინდივიდუალური აზრები, ის ქალია, მე კაცი ვარ, ის ბავშვია, ის დიდია, ის პატარა, ის დაბერდა, მაგრამ რაღაცა საკითხებში ხდება შეთანხმება, ანუ მე ვარ შენ და შენ ვარ მე კი არა, ანუ რაღაცა სიტუაციებში, მომენტებში, ხო, რაღაცნაირად ხო, აი ესე ვფიქრობ მეც რა, თორემ მე და შენ ერთი კი არა ვართ, რაღაცა სიტუაციებში, როდესაც ურთიერთობები ხდება, მოსმენა ხდება, ინფოპაკეტების გადაცემა ხდება, ტრანსლაციები ხდება, ხო? აი რაღაცა საკითხებში ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ბევრ საკითხებში ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, რაღაცა სხვადასხვა ნიუანსებია. ხო, რაღაცა ის არის, განსხვავებები გვაქვს, განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგალითად, ხო, მაგრამ დაახლოებით მაინც მივდივართ იქამდე, რომ ყველას ერთი რაღაცა საერთო აზრები გვაქვს და ერთი საერთო აზრები გვაწუხებს.
ნუ მე ჩემებური აზრები მაქვს და ჩემებური ტრანსლაციები შემიძლია, ჩემებური ხმა მაქვს, ჩემებური მიმიკა მაქვს, ჩემებური როჟა მაქვს, ჩემებური თვალების დაპრანჭვა ვიცი, ზოგს ბოღმიანი სახე აქვს, ზოგს ბრაზიანი სახე აქვს. ხო, ეხლა არტისტულად რო ავხსნათ დაახლოებით ზოგს მკაცრი ხმა აქვს, ზოგი მეც შევდივარ როლებში, სხვაებიც შედიან როლებში და რაღაცა, ხო? ეს ხდება ტრანსლატორები და ადამიანი, როდესაც არის მიმღები, გამცემი, რას ნიშნავს? გენერატორი, მიმღები, განცემი, ხო? რაღაცა მომენტებში, ხო, ეს მართალია, ეთანხმებიან ერთმანეთს. ყველა საკითხებში ვერა, მაგრამ რაღაცა საკითხებში ეთანხმებიან ერთმანეთს. всё. ეს ახსენით. ანუ იქმნება რაღაცა პატოკი, საზნანია, პატოკი, ურთიერთობების პატოკი იქმნება, ენერგოპატოკები იქმნება, სადაც ეს საზნანიები, რაღაცა ინფო საზნანიები რაღაცით, ხო, აი ეთანხმებიან ერთმანეთს. ჩვენ ვართ საერთოდ რა ვართ, დავიბადეთ აქ, ყველაფერი იყო შექმნილი, ხო? ავიღეთ ეს ბიომატერიალი, გავიზარდეთ, რა ქვია, ვისწავლეთ მათემატიკაც, ქიმიაც, სამართალიც, ყველაფერი და ვცდილობთ განვითარებას. ჩვენ რა ვართ? ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, გვინდა რაღაცა წინსვლები გავაკეთოთ. რა ქვია, ტრანსლატორები, გენერატორები, ტრანსლატორები, იყო პაკეტების მატარებლები. ჩვენ რა ქვია, ინფორმაციის გენერატორებიცა ვართ და მიმღებებიცა ვართ, გამცემებიცა ვართ. ენერგიების გენერატორებიცა ვართ, მიმღებებიცა ვართ, გამცემებიცა ვართ. რაღაცა ნიჭების, ენერგიების, შემოქმედების, ცოდნების, რა ვქია, ტალანტების მიმღებიცა ვართ და გამცემებიცა ვართ. ტალანტი რას ვქია, მაგალითად მუსიკოსებში, მხატვრებში ავიღოთ ტალანტები, დიზაინერებში ავიღოთ ტალანტები, ხო? სხვადასხვა დიზაინერებს, სხვადასხვა უნარები აქვს, სხვადასხვა შეხედულებები აქვს, სხვადასხვა ტალანტები აქვს, მაგრამ რაღაცა იმაში, ხო, ეხლა ეს ერთ სისტემაში რაც ვითარდება, რაღაცა მომენტში ერთმანეთს ეთანხმებიან. რაში ეთანხმებიან მაგალითად ერთმანეთს? რო ორიანია, ხო? აი, რო სამიანია. რო დო რე მი ფა სოლ ლა სი, რო ბოხი ხმა, რო ემოცია და ესეთ რაღაცა წვრილმან საკითხებში ეთანხმებიან ერთმანეთს. ეს თქვეს, ეს იძახიან რეგრესოლოგები, რომ მე რომ მიყურებო, ესე იგი მე მიმღები და გამცემი ადამიანი ვარო და მეო, ასე ვთქვათო, ანუ ესეთ აზრებს გამოხატავენ რა, რომ იმას ვლაპარაკობ, რაც შენ გაინტერესებსო და აქ ყველაფერს ვლაპარაკობთო. ყველაფერს ვერავინ ვერ ილაპარაკებს, ეკი არა მაღალი ღმერთი ვერ ილაპარაკებს ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისტემებია, მეჟმირიებია, ანტიმირებია და ძალიან ბევრი პროგრამებია შექმნილი, ტრიგერებია შექმნილი და ასე ვთქვათ, ხელოვნური ისკუსტვინი საზნანიებიც არ გემუშაობენ, ცივილიზაციებიც არ გემუშაობენ, ყველა სისტემაში ყველა ვერ გაირკვევა ერთმანეთს, მაგრამ ეს დაახლოებით ესე თქვეს, რომ აი ხა დედამიწა ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს. აი ეს აზრი ამბობენ რეგრესოლოგები, რაც ამ საკითხთან მინდოდა მელაპარაკა, იმიტომ რომ დამისვეს ასეთი კითხვა, რას ნიშნავს ესაო სლიპერეკები, რომ ამბობენ, რომ მე ვარო, ანუ შენი ზერკალა ვარო, რა ზერკალა არის, რომ იმ რაღაცა საკითხები რასაც ისინი ლაპარაკობენ, ვეთანხმებით ერთმანეთს. всё, ეხლა მთვარე რომ მთვარეა ყველა მეც. всё. მორჩა. ზოგი ამ მთვარეს ხედავს, რა ქვია, რომ რა ქვია, სიხშირულად ხედავს, ზოგი მატრიცულად ხედავს ამ მთვარებს, ზოგი რეგრესოლოგი ამ მთვარეს ხედავს, რომ იქ მაგალითად დამპყრობლები და პირატები არიან და ზოგი ამ მთვარეს ხედავს, რომ ნუ მთვარე ყოველ შემთხვევაზე გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე, კომპიუტერით არის ეს მთვარე. და ყველამ ვიცით, რომ მთვარე რაღაცა გავლენას ახდენს ადამიანის რა ქვია, გონებაზე, ენერგიებზე. ანუ ტრანსლაციები ადამიანისაგან შედგება, ნერვებისაგან შედგება. ნერვები ნეირონებისაგან შედგება, ხო? ატომებისაგან შედგება, ატომები რით არის დაკავშირებული?